მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ქრონიკა ციხის ნახევარზე დღის სიახლეებს გვანცახუროშვილი გაგაცნობთ. რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მუშაობა დაეწყო. პროექტის განხილვის მიზნით მერიის საფინანსო სამსახურმა ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატებს და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს ერთობლივად წარუდგინა. როგორც საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პროექტები და პრიორიტეტები დაისახება. ბიუჯეტის პროექტის განხილვას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი 10 სამსახურის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. მომავალი წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის ფორმირებაზე მუშაობა რუსთავში დღეს დაიწყო და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. განხილვა ბიუჯეტის 2015 წლის ბიუჯეტის მერიის სამსახურებთან შევადგინეთ გრაფიკი, რადგან ერთ დღეს ვერ მოხერხდებოდა ყველა სამსახურის ყველა IP-ის დაბარება, დღეს 10 სამსახურია დაბარებული. აქ ბრძანდებიან მერიის საფინანსო სამსახურიდან, რომლებიც განგვიმარტავენ თუ რატო არის ასეთი ბიუჯეტი შემოსული. ეს არის პირველი ვარიანტი, ასე ვთქვათ, პირველადი ვერსია, რომელიც შემდგომ საკრებულოსთან კონსულტაციების და შეთანხმების შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს და ასევე თუ არ მიიღებს ამ ფორმით საკრებულო, შეიძლება მოხდეს მისი უკან დაბრუნება და შემდგომ დაკორექტირება და ქალაქ რუსთავის მერი საკრებულოსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება იქნას მაქსიმალური პროექტები წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებისთვის. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის შესახებ მონაცემების გადამოწმებას საქსტატის ადგილობრივი წარმომადგენლები 2 კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ. აღწერებმა არსებული სოციალურ-ეკონომიური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღეს. პროცესი მონაცემების დაზუსტებას სასოფლო-სამეურნეო აქტივობების შესახებაც ითვალისწინებს. საქსტატის რუსთავის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, მონაცემების ცენტრალიზებული დამუშავება მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება. უახლოესი 3 დღის განმავლობაში კი ბენეფიციართა საკონტროლო შემოვლა განხორციელდება. წალკაში, თეთრიწყაროში, დმანისში, რუსთავში თუნდაც დასრულებული აღწერა. და რაც შეეხება მარნეული, გარდაბანი და ბოლნისი, ეს დღის ბოლომდე ხვალ ეს ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება, თუმცა მათი ზომიდან გამომდინარე და იმიტომ რომ ეს 3 მუნიციპალიტეტი არის განსაკუთრებით დიდი ზომის ზოგადად ქვემო ქართლში, აქ რასაკვირველია ცოტა უფრო მეტად არის აი ესეთი დაზუსტებითი სამუშაოები გასაკეთებელი, რომელიც უკვე დაწყებულია რეალურად. რა ღირს საცხოვრებელი ბინები რუსთავში, საშუალოდ რამდენი დაგიჯდება ტბინის ყიდვა, ქირაობა ან გირაობა, შეიმჩნევა თუ არა უძრავ ქონებაზე ფასების მატება და რა განაპირობებს ფასების დინამიკას. ბინების ყიდვა გაყიდვის სააგენტოების მონაცემებით რუსთავში ყველაზე დიდი მოთხოვნა ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელ ფართებზეა. ბინის პოტენციური მყიდველები უპირატესობას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ანიჭებენ. ვრცლად ქრისტინა ასლამაზიშვილი მოგიყვებათ. რუსთავში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სეგმენტი საკმაოდ აქტიურია. უძრავი ქონების აგენტები ამბობენ, რომ 2008 წლიდან გაყიდვების დინამიკამ მოიმატა და აქტივობა ამ დროისთვისაც შენარჩუნებულია. ბინის გაყიდვის კუთხით სააგენტოები აქტიურად მუშაობენ და როგორც ირკვევა, ბოლო პერიოდში მოთხოვნა ქალაქის ახალ ნაწილში, ეგრეთ წოდებულ მარჯვენა სანაპიროზე უფრო მაღალია ვიდრე ქალაქის ძველ ნაწილში. ბინების ყიდვა-გაყიდვის სააგენტოს წარმომადგენლები ამ ფაქტს სტრატეგიული მდებარეობით ხსნიან. ახალ რუსთავს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, რატომღაც აქეთ უფრო მოთხოვნა არის ბინებზე. არა, იაფი არა, რაღაც მოძრავი ადგილებია უფრო და თბილისთან ახლო რომ არის, ამას ყველაფერს ითვალისწინებს მყიდველი და უფრო აქეთ არის ცენტრალურ ქუჩებზე, შარტავაზე, მეგობრობაზე. მიკროებმა შეიძინა უკვე დატვირთვის ისა, იმიტომ რომ მოწესრიგებული სადაც არის ტრანსპორტი და გზები და რამე, თითქმის ყველგან არის. მოთხოვნა. უფრო პატარა ფართზე შედარებით, ერთიანებზე, ორიანებზე უფრო მოთხოვნა არის. ხალხი ითვალისწინებს პრაქტიკულ იმას, ჭირდება რემონტი, გათბობა, რაღაც ასეთები უფრო ის, მაგრამ ყველანაირი მთხოვნელი გვყავს. როგორც ირკვევა, რუსთავში ერთოთახიანი ბინის შეძენა საშუალოდ 18,000 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ. შედარებით მაღალია ფასები ეგრეთ წოდებულ ჩეხური ტიპის ბინებზე. მსგავსი პროექტის სახლებში ფასები 50-დან 60,000-მდე მერყეობს. ბინის ფასზე მისი მდგომარეობა და მდებარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კერძო სახლის ფასები კი რუსთავში 80,000 დოლარიდან იწყება. როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, რუსთავში ზოგიერთი სახლი მილიონადაც კი არის შეფასებული.
უფრო მოთხოვნა არის ჩეხურებზე. ჩეხურები არის ძალიან კატასტროფული ფასები, რომლებიც აღემატება 39,000-დან დაახლოებით 50 და 60,000-მდე. და რასაც ქვია 8 სართულიანების ესე იგი ესგეონების ხალხური პროექტი დაახლოებით ეგენი ღირს 28,000-დან 39,000-38,000-ის ჩათვლით, იმიტომ რომ მას აქვს ორი აივანი, დიდი ურით და ასე შემდეგ. ადგილისთან მიხედვითან გამომდინარე და სათბური გამოხელულიდან გამომდინარე. კერძობინები არის რუსთავში ძალიან ცივი უახლოესად. დაახლოებით აღემატება 80,000-დან და ადის მილიონამდე. ეს ბინა ქალაქის არც თუ ისე პოპულარულ ნაწილში პირველ სართულზე მდებარეობს. ბინა ოროთახიანია და სარემონტოა. მის პლუსად შეიძლება ჩაითვალოს ეგრეთ წოდებული მიშენების პერსპექტივა და ის რომ ბინის კომერციულ ფართად გამოყენებაა შესაძლებელი. ბინა $18,000 იყიდება. უძრავი ქონების აგენტი ამბობს, რომ ბინების ფასებზე სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები მოქმედებს. ამ ბინის ღირებულება ბოლო არის 18,000. ოროთახიანი ბინა, ლოჯიანი, პირველი სართული აქვს მიმატების პერსპექტივა, კომერციული ფართის პერსპექტივა აქვს. მან გირავდება სურვილი, რომელიც პირველი იქნება იმის დამახებით. გაცილებით დიდია მოთხოვნა ქირაობისა და გირაობის სეგმენტში. აგენტები ამბობენ, რომ ბინის ქირაობის მსურველი გაცილებით მეტია, თუმცა მათი დაკმაყოფილება ხშირად ვერ ხერხდება. ბინების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული პირები ამბობენ, რომ მომხმარებლები ძირითადად ერთოთახიან ბინებს ამჯობინებენ. ქირით კეთილმოწყობილი ბინების ფასები ჩვენს ქალაქში 300 ლარიდან იწყება. რაც აგენტების თქმით წინა წლებთან შედარებით მკვეთრადაა მომატებული. ბინის გირაობას კი საშუალოდ $6,000 შეძლებთ. დიდი მოთხოვნა არის გირაოზე, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ნაკლებად არის გამგირავებლები და დიდი მოთხოვნა არის ქირაზე, მაგრამ გაზრდილია თანხები და უფრო ვუჭირთ ძალიან დაქირავება და უფრო ნაკლებ თანხიანებს ეძებენ. ეხლა ამჟამად რო ვინმეს უნდადეს კეთილმოწყობილი სუფთა ბინა ქირაობით, რომელიც 200 ლარამდე, ამჟამად არის 300 ლარზე მეტი. ამიტომ აქედან გამომდინარე, ხო, რუსთავის ფასები უკვე გატოლებული არის თბილისთან, რადგან ავტობაზრობა გაიხსნა რუსთავში. ეს სავალგარეთილები რაც არის ამ უცხოელები ჩამოსულები საქართველოში ხო უფრო მითო მგონიათ რომ რუსთავში იაფია, მაგრამ სინამდვილეში ხო მონაცემებიდან გამომდინარე ხო ერთმანეთს უკლდება თბილისის და რუსთავის ფასებს. მეორადი საცხოვრებელი ფართის გარდა რუსთავში საკმაოდ დიდია მოთხოვნა მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართის შეძენაზეც. მე-17 მიკრორაიონში მდებარე ახალ კორპუსში ბინების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე $500-დან იწყება. რუსთავის 21 ბაგა ბაღში ესტონელმა პოლიციელებმა ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ სახალისო გაკვეთილები ჩაატარეს. ბაღის აღსაზრდელებს სტუმრებმა უსაფრთხოების ზომებისა და მისი დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ესტონელებმა აღსაზრდელებს ასევე სპეციალური ჟილეტები და შუქმანათობლები დაურიგეს, რომლის გამოყენებისას ღამით გადაადგილება მათ საფრთხეს აღარ შეუქმნის. შეხვედრის ინიციატივა ორგანიზაციას სახელწოდებით საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ეკუთვნის. მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართა. საქართველოს და ესტონეთის პოლიციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩვენ დღეს რუსთავში ბაღის აღსაზრდელებს შევხვდით და მათ ავუხსენით თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება. ატარებს სპეციალური ჟილეტები და შუქმანათობლები გადავეცით. ფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. ჩვენ საბავშვო ბაღში ესტონეთიდან ჩამოსული პოლიციელები ატარებენ სახალისო მეცადინეობას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ პატარა ასაკიდან იცოდნენ საგზაო უსაფრთხოება. რუსთავის სკოლაში და ბაღში ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები, რომლის მიზანი არის ბავშვების ინფორმირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან ფრთხილად იყვნენ ქუჩაში, როგორც ქვეითები. რუსთავის მოსახლეობას წარმოება დაწესებულებებს, ავადმყოფოებსა და სხვა ობიექტებს დღეს სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდა. მიზეზი მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოები გახდა. ადგილზე რეაბილიტაცია დღეს დაიწყო და ხვალდილი დასრულდება. როგორც კომპანია რუსთავის წყალის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მერაბ კანდელაკი აცხადებს, ქალაქში წყლის მიწოდება ხვალდილის 6 საათიდან აღდგება. ავარიების რაოდენობა დაგროვდა თავარ მილსადენზე, მაგისტრალურ მილსადენზე. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად არ გავთიშოთ წყალი და ამიტომ ვაგროვებთ ამ ავარიების მცირე რაოდენობას. დღეს იძულებული ვიყავით ეს გავიკეთებია, თანაც დაემატა თბილისი ბაქოს თავარი სარკინიზრო მაგისტრალთან რამოდენიმე მეტრში მოხდა ავარია, გაჟონა წყალმა.
ამიტომ იძულებული ვიყავით ჩვენ შეგვეწყვიტა მოსახლეობისთვის წყალი და ეს ყველაფერი ამ ყველაფერისთვის გავკეთებია ლიკვიდაცია. საშელახტრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი სრულდება. მიმდინარე ეტაპის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები პატიმართა განსაკუთრებულ კატეგორიებთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს საშელახტრულების სისტემაში, სისხლის სამართლის დანაშაულის სპეციფიკა, საგანგებო სიტუაციების მართვისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს გაეცნენ. 6 თვიანი პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს 3 კატეგორიის სერტიფიკატები გადაეცემათ. ორი თეორიული კურსი და ერთი პრაქტიკული კურსი დაასრულეს და ემზადებიან იმისთვის, რომ ჩააბარონ შუალედური გამოცდა, რის შემდეგაც ეს ადამიანები კვლავ წავლენ საშელახტრულების დაწესებულებებში, მაგრამ არა იმ დაწესებულებებში, სადაც უნდა იმუშაონ სხვა ტიპის დაწესებულებებში, პრაქტიკის გასავლელად. ეს ადამიანები დაბრუნდებიან სასწავლო ცენტრში ერთი თვის შემდეგ, ექნებათ დაცვა ამ პრაქტიკული კურსის და შემდგომ უკვე მოემზადებიან საბოლოო გამოცდისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში მცხოვრები 1974 წელს დაბადებული ერთი პირით აღლითობის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 2003 წელს 6600 ლარი სანაცვლოდ უნივერსიტეტ ვიტას ბაკალავრის ყალბი დიპლომი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის გაყალბებული ცნობა და საკვალიფიკაციო კურსების გავლის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა დაუმზადა. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. რუსთავში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ, რომელმაც 2013 წელს 6600 ლარი სანაცვლოდ მოქალაქეს ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის ბაკალავრის ყალბი დიპლომი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის გაყალბებული ცნობა და საკვალიფიკაციო კურსების გავლის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა დაუმზადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გზის მშენებლობის პროცესში ჩართულ პირებს და ხაზგასმით აღნიშნა იაპონიის მთავრობისა და იტალიის საელჩოს წვლილი პროექტის განხორციელებაში. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით შემოვლითი გზა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დიდი პროექტის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. სამუშაოების დასრულება კი ახალი სამუშაო ადგილების და დამატებითი შემოსავლების გაჩენას შეუწყობს ხელს, რაც მაგისტრალის გასწრულ განვითარებული ინფრასტრუქტურა განაპირობებს. ჩვენ გავხსენით დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დიდი პროექტის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ქუთაისის 32 კილომეტრიანი შემოვლითი გზა. და აქვე მინდა აღნიშნო, რომ პროექტის განხორციელებაში ჩვენ მხარში გვიდგას იაპონიის მთავრობა. პროექტის დონორი არის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს იაპონელ პარტნიორებს და იაპონიის ელჩს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1973 წელს დაბადებული ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2005 წელს კასპიის რაიონის სოფელ ლამისყანაში შურისძიების მოტივით მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი და კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა. შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნულ პიროვნებას ხაშურში მიაკულიეს და ბრალდებული სახით დააკავეს. აღნიშნული ქალბატონი სხვადასხვა სახელითა და გვარით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებას. საგამოძიებო მოქმედების შედეგად მას ხაშურში მივაკულიეთ და ბრალდებული სახით დავაკავეთ. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. შპს სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის რუსთავის სერვის ცენტრი გაფრთხილებთ. მკაცრად დაიცავით გაზის მეურნეობაში არსებული უსაფრთხოების წესები. არ დაუშვათ არასტანდარტული გაზის ხელსაწყოების გამოყენება. გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები დამოწმებული უნდა იქნას საქსტანდარტის მიერ. არის სარგებლოთ არალიცენზირებული და არაკვალიფიციური იურიდიული თუ ფიზიკური პირის მომსახურებით. გამართულ მდგომარეობაში იქონიათ საკვამლე და სამინტილაციო არხები. არ მიატოვოთ უმეთვალყურეოდ ჩართული გაზის ხელსაწყოები და მათზე არსებული ჩამკეტიონკანები. არ დაუშვათ ბავშვები და გონება შეზღუდული ადამიანები გაზდანადგარებთან და გაზდანადგარების ჩამკეტონკანებთან. არ დაუშვათ გამდინარე წყალგამაცხელებელის მონტაჟი და ექსპლუატაცია ისეთ კორპუსებში, რომელთაც არ გააჩნიათ საკვამლე არხები. გახსოვდეთ გაზის გაჟონვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 22 91 90 ან 25 53 55. ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, რასაც შესაძლოა მოხდეს უბედური შემთხვევები, პასუხისმგებლობა უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესაბამისად დაეკისრება გაზდანადგარის მფლობელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრმა სამხატვრო კავშირი გამოსწევრების გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე ფერწერისა და კერამიკით შესრულებული ნიმუშები იყო წარმოდგენილი. ვრცლად ექსპოზიციის შესახებ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყოთ. მხატვართა გაერთიანება გამამ დამთვალიერებელს მორიგი გამოფენა შესთავაზა. საგამოფენო სივრცედ კვლავ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის ფოიე აირჩია და მუსიკალური ნომრების თანხლებით ექსპოზიციაზე 70-მდე ხელოვნების ნიმუში წარმოადგინა. გამოფენაზე ფერწერული ნამუშევრები ორმა მხატვარმა, დავით ფიცხელაურმა და გოგი ჩინჩალაძემ წარმოადგინეს. მე წარმოადგინე 40-მდე ნამუშევარი ფერწერაში და გრაფიკაში ძირითადად და არის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები. არის ძველი ნამუშევრებიც, უმრავლესობა ახალი ნამუშევრებია 2013-14 წლებში. გამოფენილი მაქვს დაზგური ფერწერა, არის 20-მდე ნამუშევარი. ადრე შექმნილი და ხლა ამ ბოლო დროს შექმნილი ნამუშევრების კიდევ. ფერწერის გარდა თეატრში მისულ დამთვალიერებელს კერამიკით შესრულებული ტრადიციული ჭურჭლისა და ქანდაკებების ნახვაც შეეძლოთ. კერამიკით შექმნილი სხვადასხვა შინაარსის ფიგურებმა, რომლებიც ნატალია ციკლაურს ეკუთვნოდა, დამთვალიერებელში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. საგამოფენო სივრცე და წარმოდგენილი ნამუშევრები საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემაც შეაფასა. მნიშვნელოვანია, რომ რუსთავში ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარია და ეს არ არის პირველი გამოფენა, რომელიც ამ დარბაზში ტარდება და მე მინდა მათ მიულოცო დღევანდელი დღე ამ მონაწილეებს. მაგრამ მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ ამ არაჩვეულებრივ მხატვრებს არ აქვს საგამოფენო სივრცე. აი ეს სივრცე, სადაც დღეს გამოფენაა, ეს არ არის საგამოფენო, არ აქვს ნამუშევრებს განათება ისეთი, რომელიც უნდა ქონდეს და ამის გამო ნახატების აი სიმშვენიერე, რომელიც მათ აქვთ, ფაქტიურად არ ჩანს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ იცნობს რუსთავის საზოგადოება ჩემს ნამუშევრებს და ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ხდება ესეთი გამოფენები. მხატვართა გაერთიანება გამას მიერ ორგანიზებული გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს ერთი კვირის მანძილზე შეეძლება. რუსთავის კამერული ორკესტრის საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. ღონისძიება ხვალ ხელოვნების სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კამერული ორკესტრი მსმენელს 14 საორკესტრო ნომერ შესთავაზებს. ღონისძიება 17 საათზე დაიწყება. კამერული ორკესტრის საიუბილეო საღამო იქნება. აქ იქნება შესრულებული სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები, ძირითადად რა თქმა უნდა კლასიკა, როგორც უცხოელი კომპოზიტორების, ასევე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები იქნება შესრულებული. რაც შეეხება სპორტის სიახლეებს. ბორჯღალოსნები ირლანდიასთან გამართული მაჩის შემდეგ თბილისში შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაბრუნდნენ, სადაც იაპონიასთან თამაშისთვის მზადებას განაგრძობენ. საქართველოს ნაკრებმა დუბლინიდან დაბრუნების შემდეგ პირველი ღია ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები წლევანდელი ტესტერის ბოლო მატჩს კვირას გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 23 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება. მაჩის ბილეთები მიხეილ მესხის სტადიონზე უკვე იყიდება და მათი ფასი 3 და 5 ლარია. მარნეული ჭადრაკში ქვემო ქართლის პირველობას უმასპინძლებს. ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 3 დღე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას კი 4 გუნდი რუსთავიდან, ბოლნისიდან, მარნეულიდან და გარდაბნიდან მიიღებს. გამარჯვებული გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებისთვის ფულადი ჯილდოა დაწესებული. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი 600 ლარით დაჯილდოვდება. 21 ნოემბერს სტარტს იღებს ქვემო ქართლის პირველობა მოსწავლეთა შორის. გუნდური პირველობა ამით არის აღსანიშნავი, იმიტომ ამბობთ პირველს, იმიტომ რომ პირველად ტარდება ქვემო ქართლის რაიონებს და ქალაქებს შორის ტურნირი. ამ ტურნირში მონაწილეობას იღებს დადასტურებულად 4 გუნდი, ეს არის რუსთავი, ბოლნისი, მარნეული და გარდაბანი. ასევე იმედი გვაქვს, რომ აი დღეს და ხვალ ველოდებით საბოლოო პასუხს მანისისაგან თეთრი წყარო და წალკა სამწუხაროდ ვერ მონაწილეობენ ამ პირველ ტურნირში, მაგრამ გვაიმედებენ, რომ გაისისთვის აუცილებლად მიიღებენ ამ ტურნირში მონაწილეობას და უფრო სრულფასოვანი ტურნირი გამოგვივა. დაკავებები იტალიაში ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა რამდენიმე რეგიონში განხორციელებული სპეცოპერაციების შედეგად 40-მდე ადამიანი მაფიის ბრალდებით დააკავა. ამოღებულია საიდუმლო მასალები და მათ შორის სატელეფონო საუბრები და ვიდეო ფირები. პოლიცია გამოძიებას განაგრძობს და არ არის გამორიცხული სხვა კლანურ დაჯგუფებებზეც გავიდეს.
უამინდობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უხმა ნალექმა პრობლემები შექმნა. აქ თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. გადაკეტილია გზები და ავტომაგისტრალები. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მსგავსი სიცივე ქვეყანაში 70-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ადოლფ ჰიტლერის მიერ 1914 წელს აკვარელში შესრულებულ ნახატს შაბათს 22 ნოემბერს აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ. ვარაუდობენ, რომ ნახატის ფასი 50.000 ევროს მიაღწევს. ნახატის საწყისი ფასი 4.500 ევროა. გაყიდვიდან შემოსული თანხის 10% ქველმოქმედებას მოხმარდება. აუქციონერის თქმით, ნახატმა მრავალი ქვეყნიდან მყიდველების დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა აუქციონის დღეს უშუალოდ შოურუმში რამდენიმე მსურველი გამოცხადდება. უცნობია ჰიტლერის სხვა 5 ნახატი, რომელიც აუქციონზე 80.000 ევროდ გაიყიდა. ახლა კი გავიგოთ თუ როგორ ამინდს პროგნოზირებენ ჩვენს რეგიონში. დღეისათვის სულ ეს გახდა ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის.